გამარჯობა, ჩემო 6 წლის მსმენელო. დღეს უნდა გაწყენინო და გითხრა, რომ პოლიტიკაზე აღარ ვისაუბრებთ. არ ვისაუბრებთ ზოგადად კაცობრიობის წყობაზე, როგორ მოვედით აქამდე, რა უნდა ვაკეთოთ მომავალში, რომ განვითარდეთ. არც ემიგრაციაზე, არც ფასების გაიაფებაზე. დღეს ზღაპარს წაგიკითხავ. მოკლედ გამომწერმა მომწერა, რომ ეს ზღაპარიო წაკითხული გაქვსო და მეთქი, არა, რომელი რაღაცა და ჩამიგდო ფოტო რა. და ეგრევე ვუთხარი, რომ მეთქი გამოგზავნე ეგ წიგნი აქ და დედას გეფიცებით მართლა გამოგზავნილი წიგნია. მე არ მიყიდია, ჩემით არ მომიფიქრებია, აი პროსტა იმდენად სიგიჟე ეწერა, რომ მეთქი გამოუშვი და უნდა ვაჩვენო ყველას. წიგნის სახელი გახლავთ ქართული ხალხური ზღაპრები, გამომცემელი გახლავთ პალიტრა ელი, წელი არ წერია, რომელ წელს გამოსცეს, მაგრამ დამერწმუნეთ, ყველა წელს შეუძლია, რომ ბავშვებს გაუნადგუროს გონება ამ ზღაპარმა, რომელ წელსაც არ უნდა იყოს გამოცემული. გადავიდეთ პირდაპირ ზღაპარზე. ზღაპარს ქვია მუჭა ნახევარი მარილი, ანუ ზღაპრების კრებულია და ერთ-ერთია რა, მუჭა ნახევარი მარილი. დავიწყოთ კითხვა. იყოდ არა იყო რა ღვთი. ესე ვკითხულობ. არა, იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ერთ სოფელში ცხოვრობდა ღარიბი ცოლქმარი. ცხოვრობდა ვიტყვით, თორემ იმათ ყოფას რა ცხოვრება ერქვა. საჭმელი იმათ არ ქონდათ და სასმელი. ერთი სიტყვით, სულ სიკით არაფერი აბადიაო რომ იტყვიან, სწორედ ასეთები იყვნენ. ერთ დღეს მიკრიფ მოკრიფეს და როგორც იქნა, ერთი მოხარშვა ლობიო მოაგროვეს. ლობიო კი შემოდგეს ცეცხლზე, მაგრამ მარილი მწიკვიც არ აღმოაჩნდათ, რომ შეჭამადისთვის ეკნათ. ცოლმა უთხრა ქმარს. კაი, ჯერ სამ ცოლის სიტყვებზე გადავალთ. ეს განვიხილოთ, ანუ სიტუაცია. ცოლ-ქმარი არიან, ოჯახია, ლობიო შეკრიბეს. ლობიო მართლა შეკრიბეს. კარგად ცხოვრობენ რა. სპარში ყიდულობენ პროდუქციას თუ რა ხდება, ლობიოს ფული როგორ არ გაკავე. შიმშილით ყვდებიან და უმარილო ლობიოს არ შევჭამე. კაი. ცოლმა უთხრა ქმარს, წადი ქალაქში, წაიღე თუ რამე გროშები გაქვს და იქნებ მუჭა ნახევარი მარილი იყიდო. წასვლით კი წავალ, მიუგო ქმარმა, მაგრამ დამავიწყდება რამდენი ვიყიდო. ამოდენა გზაზე როგორ დავიხსომო. დამავიწყდება რამდენი ვიყიდო, ანუ განა რა ვიყიდო, შედედა კაპიკები შეაწებე და რამდენი იყიდო ის და გავიწყდება? რამდენი იყიდო? სულ გაქვს 4 კაპიკი და რაღაცა 4 კაპიკი და 3 ცალი ის ნიჟარა გიყრია ხელში და ეს ნიჟარებიც უნდა მისცე გამყიდველს. პატარა ბავშვები რო აგროვებენ იმაზე პლაჟზე ნიჟარებს, რომ აჰა, ნიჟარებით რო გონიათ, რომ სიმინდი იყიდება და რამე ცივი ფანტა ნიჟარებს რო უხდიან გამყიდველებს. ეგრე აქვს ტიპ შეგროვილი და დამავიწყდება რამდენი ვიყიდო. წადი და გზაზე ასე იძახე, ცოლი ეუბნება. მუჭა ნახევარი თქო, ურჩია ცოლმა. წავიდა კაცი, რა კრეტინია. კაი. წავიდა კაცი მარილის საყიდლად, მიდის ქალაქისკენ და თან გაიძახეს. მუჭა ნახევარიო. ცოლმა მოუფიქრა რა, აი, ჯერ ამ კრეტინს ცოლად როგორ გაყვა ვინმე. მაგრამ, ცოლი შეეგუა რა და უკვე მოუფიქრა, რომ აი წადიო. და გზაში იძახეო, მუჭა ნახევარი და ეს დებილიც მიდის ესე. მოკლედ, მიდის ქალაქისკენ და თან გაიძახეს, მუჭა ნახევარიო. გზის პირას ერთ კაცს მიწა მოეხნა და პურს თესავდა. თან ამბობდა 1000-ად. გაიარა კაცმაც და მანაც დაიწყო ყვირლი. მუჭა ნახევარიო. მთესველი გაბრაზდა. მე იმას ვითხოვ 1000-ად მომივიდეს და შენ მუჭა ნახევარს ამბობო. დაიჭირა და მაგრად სცემა. გული რომ იჯერა, თავი დაანება. იმდენი ურტყა, რომ აი, მე ბოლოს გული იჯერა და კაიო, всё. რად მცემე, რა დაგიშავე, კინაღამ რომ მომკალი, კითხა კაცმა. იმიტომ გცემე რომ ღირსი ხარ, უთხრა მთესველმა. მე ღმერთს 1000-ად მეთქი ვეხვეწებოდი, შენ კი მუჭა ნახევარიო, მწყევლი, უთხრა მთესველმა.
მას როგორ უნდა მეთქვა? კითხა კაცმა. 1000-ად და მადლობასაც გეტყოდი, მიუგო მთესველმა. კაი, სამ შემდეგ გვერდზე გადავალთ, მე მინდა გაჩვენოთ, რომ არაჩვეულებრივად გამოცემული წიგნია, კარგი ხარისხიანი სქელი ფურცლები აქვს, გაფორმებულია, ყველაფერი შრიფტი ადვილად წასაკითხია და აქ ანუ მხატვარიც ყავთ დაქირავებული, მხატვარიც დაიქირავეს, რომ ამ ნაწარმოებზეო გვინდაო რომ ილუსტრირება გააკეთო ზოგადად მომხდარი სცენარებისო და მხატვარმა გადაიკითხა ეს და კიო დათანხმდა. მხატვარიც დასაჭერია, ამის დამწერიც დასაჭერია და მოდი გავაგრძელოთ, ვიცი ჯერ ვერ ხვდებით ვერაფერს. კარგი, ამის შემდეგ ასე ვიტყვი, უთხრა გლეხმა. განაგრძო გზა მარილის მყიდველმა და ერთ სოფელში მივიდა. სახელიც არ ქვია ამ კაცს. იმდენად არარაობაა, რომ მარილის მყიდველს ეძახის ავტორი. განაგრძო გზა მარილის მყიდველმა და ერთ სოფელში მივიდა. ხედავს სამგლოვიარო პროცესია მოდის. ვიღაც მომკვდარა და მარხავენ. გაუარა გვერდზე და დაუძახა. 1000-ად. გამოცვივდნენ ჭირისუფლები, დაიჭირეს და ერთი კარგად მიბერტყეს. შეოხერო და მუდრეგო, ეს ერთი მკვდარი არ ყოფნის, რომ ახლა 1000-ად არ გაგვიხდეს, გული რომ იჯერეს, თავი დაანებეს. ყველას ცემს ამ კაცს გულის ჯერებამდე რა, რომ ერთმანეთს ეკითხებიან, რომ კმაყოფილი ხარ? კი, კმაყოფილი ვარ, ამის გამსდელს დავანებოთ თავი. რაზე მკლავთ თქვეურჯულოებო, მას როგორ უნდა მეთქვა? კითხა კაცმა. როგორ და უნდა მოსულიყავი, ქუდი მოგეხადა და გეთქვა, ღმერთს ვთხოვ, რომ ეს ამბავი პირველი და უკანასკნელი ყოფილიყოს თქვენს ოჯახში თქო. პატივსაც გცემდით და გაგისტუმრებდით მშვიდობით, მიუგეს ჭირისუფლებმა. კარგი, აწისულ ასე ვიტყვი, თქვა კაცმა და წავიდა. გაგრძელებას უკვე მიხვდებოდით. გზად მეკორწილეები შემოხვდა. სიძე პატარძალი მოჰყავდათ და მოიმღეროდნენ. მოვდივართ და მოგვიხარიაო. კაცი გაჩერდა, ქუდი მოიხადა და დაიძახა. ღმერთს ვთხოვ, რომ ეს ამბავი თქვენს ოჯახში პირველი და უკანასკნელი იყოსო. გადმოუხდნენ მაყრები და ისე მიბეგვეს, რომ რაც სიგრძე ჰქონდა, ის სიგანე მისცეს. როგორც ეს ნაწარმოები არის იმათზე. ეხლა რომ დაიჭირეს ნაცისტები, ერთ ტიპს რო სცემდნენ და აწამებდნენ. კაცი სამჯერ სცემეს, ერთი სულ 20 წუთია რაც სახელიდან გამოვიდა და უკვე სამჯერ სცემა ვიღაცა ბანდამ და გული იჯერეს რა. ვიდეოები ჩაუწერეს, რაღაც გადაუღეს, ტელეგრამზე ჩაუგდეს. კარგი, გავაგრძელოთ. რად ისე მიბეგვეს, რომ რაც სიგრძე ჰქონდა, ის სიგანე მისცეს. როგორც იქნა მოიბრუნა სული და მაყრებს კითხა. რაზე მკლავთ, რა დაგიშავეთ? მე ეგრე მასწავლეს, მას როგორ უნდა მეთქვა? უნდა მოსულიყავი, ქუდი მოგეხადა და ნეფეს გაუმარჯოსო გეყვირა, უთხრეს მაყრებმა. კარგი, ამიერიდან ასე ვიდა. ბიჭო, მართლა ავადმყოფ ადამიანს სცემენ. ყველაფრის ჯერა. ვიღაცამ სცემა დააბარა, რომ ესე უნდა იძახო, ეს დებილიც მიდის. მუჭანახევარი, მერე იმან ნეფეს გაუმარჯოს 1000 და ამას სცემს ყველა აბსოლუტურად, ყველა ჩაგრავს. ამან ცოლი როგორ მოიყვანა, ბიჭო, ეს ცოლი შეხედეთ, მოიცა ერთსამ. აჰა, მშვენიერი ქალი ჩანს, ხო? მშრომელი, მოხურული აქვს რაღაცა შალი რომ არ გაცივდეს. წინ რაღაც წყალი დადგა, ცეცხლი დაანთო. ეს ცოლი როგორ მოიყვანა ამ კაცმა? გავაგრძელოთ. უნდა მოსულიყავი, ქუდი მოგეხადა და ნეფეს გაუმარჯოსო გეყვირა. კარგი, ამერიდან ასე ვიზამ, თქვა კაცმა და გაუდგა გზას ქალაქისკენ. მიდის და რაც ძალი და ღონი აქვს გაჰყვირის. გაუმარჯოსო. გზაზე ერთი მონადირე დაინახა. შეუყენებია ჩახმახი და მტრედებს ეპარება. სად ხდება მოქმედება, რომ ერთ ოჯახს მარილი არა აქვს, მეორე მონადირე მტრედებს ეპარება. განა ტახს, განა ირემს, წერ იმას მოთხრობას, ხო? ზღაპარს და შეგიძლია აღწერო, რომ მონადირე ეპარება რაღაცას და წერ მოგდის გონებაში მტრედებს.
აი დილით გაემზადე, ჩაიცვი შენი რაღაც სანადირო კამუფლაჟი, ძაღლი წაიყვანე და გადიხარ მტრედებზე სანადიროდ. არა, ვიცი რომ მტრედებზე ნადირობენ და გარეული მტრედებიც არსებობს, მაგრამ როცა წერ, აი მტრედ რუსთაველზეა ჩაკოზული და მტრედები როს ხედან იმათ ეპარება. შეუყენებია ჩახმახი და მტრედებს ეპარება. კაცმა მოიგლჯა ქუდი და ნეფეს გაუმარჯოს ძახილით გაიქცა მონადირისაკენ. რატო გაიქცა? აუ მიანზე მიდის საუბარი და ჩვენ აი ის ჭირს რა ADHD ჭირს. და იმ დროს ვერ ხვდებოდნენ, იმ დროს ჩვეულებრივი ადამიანი ეგონან და 4 ჯგუფმაც სცემა უკვე. ნეფეს გაუმარჯოს ძახილით გაიქცა მონადირისაკენ. მტრედები აფრთხილდნენ და გაფრინდნენ. წამოხტა მონადირე და კბილების კრაჭუნით გაექანა კაცისკენ. მოსდო თოფის კონდახი ზურგში. იმდენი სცემა რომ კინაღამ სული ამოხადა. მე მინდა შეგახსენოთ მეგობრებო, რომ ამ ისტორიას უყვებით ჩვენი 4 წლის შვილს. აი, საყვარელი ბავშვი გვიწევს აქ და მოსდო თოფის კონდახი. აი, იმდენი ურტყო რომ სული კინაღამ ამოხადა. გინდა ეხა გადავიდე მექსიკური კარტელები როგორ აწამებენ ხალხს გაჩვენ. მოიცა ის ზღაპარი დავამთავრო და აი 4chan-ზე შევალ და მექსიკური კარტელების ვიდეოს გაყურებინებ. იქ უფრო უარესი წამებებია. თითქმის იგივე, მოკლედ რა ეს ზღაპარი თუ გაგისწორდა. მერე გალდანის ციხის კადრებსაც გაჩვენებ, ბავშვო, მოიცა ჯერ არ დაიძინო. მოსდო თოფის კონდახი ზურგში. იმდენი სცემა რომ კინაღამ სული ამოხადა. სამართალი არა გაქვს კაცო, რომ მცემ, რა დაგიშავე? მას როგორ უნდა მოგცეულიყავი, ან რა მეთქვა? კითხა მან. არაფერიც არ უნდა გეთქვა, ხმა არ უნდა ამოგიღო, უნდა დაკუზულიყავი და ისე გაგევლო. მტრედები ვერ დაგინახავდნენ და აღარც მოგხვდებოდა, უთხრა მონადირემ. კარგი, ამის შემდეგ ხმას აღარ ამოვიღებ და სულ მოღუნული ვივლი, თქვა კაცმა და წავიდა. მიდის მუჭანახევარა და ანუ აქ უკვე კლიჩკა შეარქვა მწერალმა. წეღან ხო იმას ეძახდა, რა ქვია, მარლის მაძიებელს თუ რაღაცა Lord of the Rings თუ Gollums თუ რაღაცას. თუ კორძს. წეღან ხო კორძი ერქვა და ეხა ის მუჭანახევარა შეარქვა რა მწერალმა. მიდის მუჭანახევარა და ღობეს მიადგა. აი იმდენი სცემეს, იმდენმა ადამიანმა გაიგდო, რომ უკვე პერსონაჟი დაიბადა. მიდის მუჭანახევარა და ღობეს მიადგა. დაიკუზა და ისე მიიპარება. ღობესთან 4 კაცს ფულიანი ქისა დაუკარგავს და ეძებენ. რომ დაინახეს წელში მოხრილი კაცი როგორ მიიპარებოდა, გამოუდგნენ სტაცეს ხელი ჩოხის ბოლოში და დაიჭირეს. სად მიიპარები შეყაჩაღო და არამზადავ, შენი პოვე ფულით სავსე ქისა და მალავ, შესძახეს მათ. დაიჭირეს, ურტყეს და ურტყეს. მე რამდენი ცემა, ვინმეს გახსოვთ? ფედორ ემილიანენკოზე მიდის საუბარი, ანუ არ ვიცი, ჯონ ჯონსი ყავს აქ ხაბიბ ნურმაგომედოვზე მიდის ეს საუბარი, ანუ ნახოთ, აბა ხაბიბ ნურმაგომედოვზე მიდის, ამდენ ცემას როგორ უძლებს ტიპი. დაიჭირეს, ურტყეს და ურტყეს. კაცმა დაიფიცა, არ მიპოვიაო და ფულის პატრონებმაც დაანებეს. კაცმა დაიფიცა, არ მიპოვიაო და ფულის პატრონებმაც დაანებეს თავი. ძალიან მიამიტები არიან. დაიჭირეს ტიპი, რომ შენი პოვე ბიჭო ფული. არ მიპოვია. კაი. ოღონდ ურტყეს რა მაინც. მოკლედ სცემეს და დაანებეს თავი. აბა რა ვქნა, როგორ ვიარო, ან რა ვთქვა? კითხა მან კაცებს. ჯანდაბამდეს გივლია და ის გითქვამს, რაც არავის უთქვამს. მიაძახეს მათ და ქისის საძებნელად წავიდნენ. დარჩა კაცი ადგილზე და აღარ იცის როგორ მოიქცეს. ამდენ ხათაბალაში ცოლის დანაბარებიც დაავიწყდა და შინ ხელცარიელი დაბრუნდა. 6 ჯერ ცემეს კაცი და აღარ მინდაო ძმაო, ეს მარილიო წავიდა უკან სახლში. დანაბარებიც დაავიწყდა და შინ ხელცარიელი დაბრუნდა. გაბრაზდა ცოლი, რატომ მარილი არ მოიტანეო და რაც ხალხმა დააკლო, იმან დაუმატა. კიდე ცემეს სახლში. ჭირი იქა ლხინი აქა, კატო იქა ფქვილი აქა.
ასე რომ მეგობრებო, ვინც მხოლოდ უფროსები ეს რა იყო, ბიჭო, მართლა რა იყო ეს? ეს იყო შესავალი ნაციზმისკენ, თუ შესავალი ძალადობისკენ? თუ რა ზღაპარია და ეს წიგნი არის გათვლილი, კომპლეც წერია, წიქარაც წერია ყველაფერი და ყველაფერი არის აბსოლუტურად შემოკლებული და გამარტივებული და აი ეს რატო ჩასვეს, მაინტერესებს. აი კომპლეც რაღაცნაირად ახსნი, რომ მგელი ცუდია, თავის ცხვრებს პარავდა და კი ბატონო რაღაცა მოკლა ან რამე რაღაცას ახსნი მაგალითად. მაგრამ კაცი 7-ჯერ ცემეს, ბიჭო, მარილზე გაგზავნილი, რომელიც იმასაც ვერ იმახსოვრებდა, რამდენი მარილი ვიყიდო. და ცოლმა მუჭანახევარი იძახეო და ესეც მიდის და კუჩაში მიდის და მუჭანახევარი და 6-ჯერ თუ 7-ჯერ ცემეს. და მერე ცოლმაც ცემა. ეს არის ფემინისტი ქალის დაწერილი, რომელმაც კაცი დებილად გამოიყვანა. მოკლედ მეგობრებო, თუ მოგეწონათ, აყურებინეთ ჩემი ვიდეოები ბავშვებს და ერთად დავაძინოთ ხოლმე თქვენი შვილები ესეთ ზღაპრებზე. თუ ვინმე ბავშვს ესეთ ზღაპარზე დაეძინება, მეორე დღეს თუ დაინდგედგათ თავთან, არ გაგიკვირდეთ. კოსით მიყვარხართ, ბავშვებს არ ანახოთ ჩემი ვიდეოები და ესეთი ზღაპრები არ წააკითხოთ. ჩაო.